ნეიმარ და სილვა ჟუნიორი მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოჯერ წაიცეკვებს. ეს დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს გაგვიხარდა მიუხედავად იმისა, ბრაზილიის კომაგები ვართ თუ არა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არის ბოლო შანსი და ალბათ ყველას გულით წდება, რომ მისი კარიერა ესეთ არ იმართა და რა თქმა უნდა მისი ბრალი. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი ბოლოჯერ წაიცეკოს მსოფლიო ჩემპიონატზე, გვაჩვენოს მისი კლასი, მისი უნარები და ყველა ძალიან გულშემატკივრად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდეს და მან მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე დატოვოს წარუშლელი კვალი. დიდი აღფრთოვანება მოყვა მის გამოჩენას და რა თქმა უნდა ყველას ძალიან გვინდა რომ კვლავ ნეიმარი იყოს სალაპარაკო თემა მინიმუმ თელს მსოფლიოში და კიდევ ერთხელ დაგვამახსოვროს და გვაჩუქოს ის საოცარი მომენტები, რასაც გვჩუქნიდა კარიერის პიკში. როგორც კატალონიის ბარსელონაში, ისე ყველას გვახსოვს ალბათ კონფედერაციის თასზე რეებით ჩაატარა ამ შესანიშნავმა გენიალურმა ფეხბურთელმა უბრალოდ ან სამწუხაროა რომ მისი კარიერა ესე წარიმართა. მე ძალიან გულშემატკივრობ ნეიმარს, პირადად თან რაფა ჩვენი კატალონიის ბარსელონას ლიდერი რაფაელი რაფინია იქნება მასთან ერთად დუეტში და ვინისიუს ჟუნიორი სასაკვირველი რომელიც ძალიან მაგარ ფორმაში არის და ძალიან საინტერესო მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და ბრაზილიის ნაკრები კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით საინტერესო იქნება. მე ბრაზილიას არ ვქომაგობ ამ შემთხვევაში, მაგრამ პირადად რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება ნეიმარის ძალიან მაგარი მსოფლიო ჩემპიონატი.